გამარჯობა, მე თამარ კიკალეიშვილი ვარ, არქიტექტორ დიზაინერი. დღეს ისევ დიზაინლაბის სივრცეში ვიმყოფებით და გრძელდება სარემონტო სამუშაოები. ამ მომენტისათვის ამოვიყვანეთ თაბაშირ მუყაოს ტიხრები და ასევე გავლესეთ კედლები. იქიდან გამომდინარე, რომ დიზაინლაბი არის სივრცე დიზაინერებისთვის და მათი დამკვეთებისთვის, მინდა კედლები იყოს მრავალფეროვანი და მასალები, რომლებიც გაეკვრება, იყოს განსხვავებული ერთმანეთისგან. ამიტომ ერთი კედლისთვის ავარჩევ ნატურალურ ქვას, ხოლო მეორესთვის დიდი ფორმატის კერამიკულ ფილას. ბუნებრივი ქვის შესარჩევად სად მოვიდოდი თუ არა კომპანია ზოდის შოურუმში, რადგან აქ ძალიან ფართო არჩევანია ბუნებრივი ქვების, მაგრამ მე მაქვს ერთი იდეა, რომ დიზაინლაბის სივრცის ერთ კედელზე გამოვიყენო ქართული კირქვა. კირქვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ძალიან პოპულარული მასალაა მრავალი წელია. მაგალითად, ყველასათვის ცნობილი მწოლიარე სფინქსის ქანდაკებაც სწორედ ამ მასალისგან არის დამზადებული. დღესაც თანამედროვე არქიტექტურაში და ინტერიერებში ძალიან ხშირად გამოიყენება როგორც ფასადებზე, ასევე ინტერიერის კედლებზე. ბუნებრივი ქვა უკვე შერჩეულია, გზაშია და ხელოსნები მალე დაიწყებენ ობიექტზე მის გაკვრას, მანამდე კი მჭირდება კიდევ ორი კედლის გაფორმება. ამისათვის მინდა შევარჩიო დიდი ფორმატის ფილები და არჩევანს აქვე გავაკეთებ ლამარის ახალი თაობის პორცელანის ფილებზე. მინდა ორი ფერი და ვნახოთ რომელ ფერებზე და მოდელებზე გავაკეთებ საბოლოო არჩევანს. ლამარის ფილები გამოიყენება როგორც ფასადებზე, ასევე ინტერიერის კედლების გასაფორმებლად, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ამ ფილით შეიძლება დავამზადოთ როგორც ავეჯი, ასევე სამზარეულო ზედაპირიც. პორცელანის ფილების გაკვრა უკვე დასრულდა და ახლობით 2 საათი მაინც სჭირდება, რომ ბოლომდე გაშრეს და შემდეგ ყარები ამოივსოს. დღევანდელი სარემონტო სამუშაოები ამით დასრულდა. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო და წინ კიდევ ბევრი საინტერესო თემა გველოდება.